მარჯობათ. იარაღია ფერში. ვიგებდა. ერთი რამე მაინტერესებს, რომ სოფლის დახმარების პროგრამა რომ ხდებოდა, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ მოვიწვიეთო სოფელში კრებაო და იმ კრების გადაწყვეტილებით მივიღეთ დადგენილებაო თუ რა უნდა გაკეთდეს. ესწრებოდით ამ კრებას საერთოდ, დაგიძახათ ვინმე თუ როგორ იქნა მაგალითად ამ ქვედა სამების პრიორიტეტები განსაზღვრული და როგორ ჩაისვა ის დახმარების პროექტი. ცალკე სამებაზე არ იყო გამოყოფილი მაგი. მე ვესწრებოდი, მაგრამ როგორც მე გავიგე. იყო მხოლოდ ციანა და ხუცუბანზე და გაკეთდა მოსაცდელები რაგეთ. მეტი არაფერი არ გაკეთდა. იგი მოსაცდელები გაკეთდა. შემოანძორ 23,500 ლარი დაიჭდა 20 ბიტონია თუ 30 ბიტონია შენებული. და გადაახურა და თითო იგი დაწყებული სამებიდან ნაგაზნების სახლამდე ჩასული. კი აქ გზაზე ალბათ დააგვიზდებოდა. ამდენი მოსაცდელი საჭირო იყო. არ იყო საჭირო, მაგრამ ჩვენ ვინ გვეკითხებოდა. ჩვენ ვითხოვდით წყალს, ვითხოვდით გზას და სამების სკოლის გაკეთებას ვითხოვდით. კაცი, ეს კაციც არის მუგზარ კაკალაძის. კი ვიცნობ. საგრებულოს წევრია, მეც ვარ საგრებულოს წევრი და ყოველთვის, როდესაც ჩვენ დავობთ ამ საკითხებზე, გვეუბნებია, რომ მოსახლეობასთან შეთანხმებული ვართ და მოსახლეობამ და საერთო კრებამ რომ გადაწყვეტილება მიიღო, ის უბნები და იმ მიმართულებებით ვაკეთებთ იმ სამუშაოებს, რომელსაც სოფელი ითხოვს. შენ პირადად ამაზე მეტი ესწრებოდი შენ, კიდევ ესწრებოდა ამ კრებას? ესწრებოდი. რამდენი კაცი ესწრებოდი? საკმაოდ ვიყავით. ხო. დაშლით ეს საკითხი, რომ ეს გზა ასე მდგომარეობაა? ესწრებოდით. სამებაზე, ხუცუბანზე, ნაკაიძეებზე, ბაჯელიძეებზე, ცალ-ცალკე არის თანხა გამოყოფილი. სოფლის განვითარების პროგრამა. ამ სოფლიდან, სამებიდან შევიდა განცხადება. სადაც იყო მითითებული, რომ სოფელს სჭირდებოდა გზა, წყალი, მოსაცდელები. ვინაიდან თანხა არ ყოფნიდა გზის კეთებას, თანხა წავიდა მოსაცდელებზე და წყლის რეზერვუარზე. რაც შეეხება განცხადებას, ამ სოფლიდან შემოსულ განცხადებას, რომელზეც აჩიკო კაიკაციშვილმა შეიტანა განცხადება, იყო მოთხოვნა ორი მოსაცდელი, ერთი ზურაბ აბუსერიძის ეზოში, ერთი ბლადაძეების ეზოში. რომელიც კეთდება ნარჩენი თანხა სოფლის ხომ იყო გაცა ასე? ნარჩენი თანხა რაც უნდა მორჩენილიყო, უნდა მოხმარდეს ხუცუბნის ცენტრში კულტურის სახლის გადახურვას. ეტყვით ახლა აქ რომ არაურიოთ სიტუაცია, ნამდვილად არის შვედეთის გრანტი გამოყოფილი რაიონში სასოფლო თემებში იმ ელემენტარული იმის მოსაწესრიგებლად და არა მარტო რემონტზეა ლაპარაკი, იქ უნდა შევიდეს სინქნეტი, შევიდეს უნდა ინტერნეტი, იმიტომ რომ სოფლის წმუნებულმა ყოველ დღე აქ შემოსული განცხადება ხელით კი არ უნდა ჩაიტანოს გამგებელთან, არამედ ინტერნეტის მეშვეობით ოპერატიულად გადაიცეს და მართვის პროცესში შედის ეს და ამაზე ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით. ეს არის კარგი და უნდა კეთდებოდეს ყველა სოფელში. რა თანხა იყო გამოყოფილი, რომ მაგალითად აქ მოხრეშვა მაინც დროებითი მოხრეშვა რო გაკეთებული არის. არა დაღურულა. სწორი გამოვიძახე. ადრო. ჩვენ თვითონ ნახეთ. ზაია რა განგრეულია ყველა. თქვენ თვითონ ნახეთ. გზა როგორ იქნება? ძლივს ამოვიდა ორხეთიანი. წარმოიდგინეთ წვიმის და ცუდი ამინდით, როგორი გზა იქნება. როცა სწორი გამოვიძახეთ და მის იმედზე ვაკეთებთ, კარს უყურებთ, ამ სწორმა დაბრუნდა და 20 კილომეტრი შემოვით მოვიდა, ხო, რატომ უნდა მოვიდა? რატომ მეტი ხარჯები უნდა წავიდეს სწორზეც დაუშვათ? რატომ არ უნდა კეთდებოდეს ეს? შეკითხვა წყალთან დაკავშირებით რა პრობლემაა? არ არის წყალი ვაფაქტური ჩემეზოში 2 წელიწადია კლასი წყალში მეტრო წილი დემებონოს აგერ მივიდეთ ახლა კლასი გავხსნა ბასენი დაშლილი გაკეთე ვისო ფირმა იყო და ვერ გააკეთეს დაშლილი ქია ისე მე 2 წელიწადია კლასზე პირზე დემებონოს დეგიფისავ შვილებსაც და ბადიშებს
ახლა მოდი დავაზუსტოთ ერთი კი პროექტი. ბატონო. არა ვარ მიქ ამოსული საპროვოკაციო. უნდა ვთქვათ სიმართლე. ამიგე და სიმართლიდან ამოვიდეთ. ამოვიდა ამზორ ხილაიშვილს და საარჩევნო აგიტაციისათვის გამოიყენა ხალხი, ამისთვის არ ვარ მოსული. პრობლემა არის სერიოზული. მომისმინეთ. ეს წყლის დეფიციტი ერთი წუთი. ამ სიცხეების გამოა გამოწვეული თუ არ არის ხეიდამიწამი აქვს წყალს წყურტაიდან გვა ხეიდამიწამი აქვს წყალს ნუ არ არის სისტემა არ არის გაკეთებული ბასენზე ცხოვრობს და ბას არ აქვს დაიწყოს შეიძლება მოიტანეს კი ბატონო აბა თუ ვიტყვი მაგარ მოდი გააკეთეს ისინი ალბათურები გააკეთეს და უკვე იქნებოდა ჭაშკის კეთება ბასეინია და დიდი ბასეინი არის და მოვიდა შეწყვეტეს ეს ხალხი მოვხდეს იმიდან იმ შერებლობიდან და წავიდა აღარ ვიცით რა ნუ ესე იგი შარშანდელი პროექტიდან რატო მიანებები ეს მუშაობა არ ვიცი ჩახედო ერთი რამეა რო ამბობ რომ ფული მოგდა და არ იყო მაგაზი არა სოფელს რაც უნდა სოფელსაც უყურე ახლა ჩაქვში როგორ აკეთებენ აგე გასაგონად მინდა ჩაქვში როგორ აკეთებენ მაგალითად რო იყო რა 300 მეტრი გასაკეთებელი თვითონ მოსახლეობამ თქვა ამას ჩვენ გავაკეთებთო იმიტომ რომ მუშებს და იმაზე თანხა არ წავიდეს და აკეთებს ხალხი მოსახლეობა და 300 მეტრი მაგობრად გამოდის 500 მეტრი გაკეთებული ესე იგი ხელფასებში ეკონომიას აკეთებს და ხალხი თვითონ რაღაც ფერო ფეშალ დაგეთებთ ამას აკეთებენ ისინი ასეთ შეიძლებოდა აქ ახლა სააკაშვილს რომ მოусმინოთ ყველა გზა გაკეთებულია ყველა სოფელი უზრუნველყოფილია ყველგან გაზია ყველგან ყველაფერი ახლა მეორეს გეტყვით აქ კი არა ახლა რომელიც ამხელა პრობლემაა ქობულეთში შენ გახსოვს და ყველა თქვენთაგან არც ერთი წყლის დასალევის სოკორომა ხომიცი სტადიონთან იყო მაღლაი ძველი უნივერმაგი იყო სადმე ქობულეთში წყალს ვერ დალევ თუ არ შეამტრია ვიღაცის ეზო და ჭიშკარი და არ შეხვიდე და ეგ мотиваციას რას ამბობენ იცი ანტისანიტარია არის იქაო ხელს იბალსო იმ წყალზეო ზაფხულში გაც ანუ წყალი კი არა უკვე მე რომ ხედავ ჰაერის გადაკეთვაზე მიდის საუბარი რა ჩვენ დღეს რაიმე დაპირება და იგი მე არ შემიძლია იმიტომ რომ ჩვენ ვართ ოპოზიციური პარტია იცით ჩვენ ერთი რაღაცა შეგვიძლია ორ საკრებულოს წევს ხვალე მე და ნუგზარ კაკალაძე შევალთ გამგეობაში საკრებულოს წინაშე და მოვითხოვ კომისიას რომ გადამოწმდეს ქვედა სამების სიტუაცია. ავიყვანთ კონტროლზე. ხო და აქედან გამომდინარე, აი ასეთი აქტიურობით იცოდეთ. რამოდენიმე თვე დარჩა, მე ამას გეუბნები. თქვენით უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დამთავრება. ერთი კაცი არ დარჩეთ სახლში. ეს უმსგავსობა, რასაც თქვენ ხედავთ, აგი უნდა დამთავრდეს. ამდენი მოჩვენებითობა. რა უქნეს ახლა ანტენები უნდა დაედგათ უფასო არ ქვია იმას კაცო ის არის დროში გაწერილი ანტენებზე იყო ხომ ხალხმა კაცი ამბობს რომ მე მომისმინე ჩემ სიცურეს მოусმინე მხოლოდ ამ სამი ტელევიზიით სხვა სიმართლე თუ სადმე არსებობს შენი გასაგონი არ არის ახლა სექტემბრიდან ამატებს პენსიებს იცი ვითომ ამატებს და სინამდვილეში 200,000 კაცი სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერი ამ პენსიის მომატებაში არ შედის. ამის გარდა 67 წლამდე სანამ არა ვარ პენსიონერი ვერ მიიღებს ამ იმას იმ დაზღვევას. ახლა უყურე რა შეასაქმე. შეისწავლეს ამ პენსიონერების რიცხვი. ყველაზე დიდი რაოდენობა ამ თლიან რაოდენობაში პენსიონერების არის 65-დან 67 წლამდე. ქალები ღმერთმა გაცოცხლო. სულ ისე ქალების მიყვიცხა და 60-ზე. ვდები კაცები ვდები. ღმერთმა გაცოცხლო. ერთი რაღაც არა, ვერ ის თქმა მინდა. 60 წლიდან 67 წლამდე ყველაზე დიდი რაოდენობა არის 60% მთელი პენსიონერები. აი ამაზე აქვს აქცენტი აღებული და ამით ატყვილებს ახლა რომ სექტემბერში მოგიმატებ რაღაცას. ალბათ ყველა მოისმინეთ ივანიშვილის პროექტი. ალბათ გაინტერესებთ ყველას რა პროგრამა აქვს ამ კაცს ამ მიმართ. მომისმინეთ ახლა რამოდენიმე წუთით ერთი წუთით ნუ გზა. ყველა ადამიანი
ყველა ადამიანი შობიარობიდან დაწყებული სიკვდილამდე არის დაზღვეული 100%-ით. მოსვლისთანავე 220 ლარი იქნება საბაზო პენსია. მაგრამ სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ადის 300 ლარამდე. აღარ რჩება საფიქრალი პირველი კლასიდან დაწყებული მე-12 კლასის ჩათვლით, მისი წიგნებით, ფორმით, უფასო სწავლა და მისი სტუდენტის უფასო სწავლა სახელმწიფო ინსტიტუტებში. ახლა მიშა გვიმტკიცებს, რომ მე ვარ კარგი და ივანიშვილი არის ცუდი. თუ კარგს და ცუდს ვეღარ ვამჩნევ, ამ დროს ჩვენი ხმა ივანიშვილს არ ჭირდება მეგობრებო. ჩვენი ხმა გვჭირდება ჩვენ. ჩვენი ხმა ჭირდება თითოეულ ჩვენს ამ ბავშვთა მომავალს. თავარი ამ კაცს გადაწყვეტილი სოფლის განვითარება. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა რა დონეზე? 1 მილიარდიანი უფასო კრედიტები, ოღონდ შენ დადევი ბიზნეს გეგმა, სათბურზე, წვენების ქარხანაზე, მიკროჩაის ფაბრიკაზე, ან მეცხოველეობა, მეფრინველეობა, საიდანაც გინდა ჰოლანდიური ჯიშის თუ საიდანაც გინდა საუკეთესო ბოლოს გეტყვით ერთს. ამ აღმართში ვისაც სავსე გოდორი არ ამოუტანია, იგი ვერასოდეს ვერ გაიგებს გლეხის ფას და იმ გოდრის მზიდავის იმ წვალებას და ობს, რომელიც ამას ჭირდება. ვისაც ხელზე მაზოლები არ ქონია, ი ვერასოდეს მუშის ფას ვერ მიხდება. კაცმა თქვა 12 წლის ვიყავი. ახლა ოზურგეთში იყო დიდი შეხვედრა, იცით ხო? 12 წლის ვიყავიო, აქაო აგერომ უნივერმაგი შენდებოდაო, 12 წლის ბავშვი ალბათ ამ ხელა იქნებოდა. აქა მე ვმუშაობდი. ამის მერე მელექედურის ჩაის ფაბრიკაში ვისწავლე მე შრომის ფასი და შრომაოდა. მოდი რა, იმდენად გულწრფელია ეს კაცი. იმდენად ალალად მოდის. ერთი რაღაცის ხო გჯერათ, რომ აი კაცი შენ არ მოგპარავს ბოლო არა. მოდი ახლა ასე შევთანხმდეთ ჩვენ უგზა. ჩვენ ეს პრობლემა ხვალე მე და შენ მივიდეთ გამგეობაში, ეს პრობლემა ეგევქნათ და ამის შემდეგ მოვითხოვოთ ახლა რიგარეშეს ხმა ინიშნება მას, რომ თუ აგენმა ყოველდღიურად რაღაცა კონდიციონერებში და ჯიპებისათვის ფულები გამონახეს, 15 თუ 20,000 ლარი ამ გზას მოხმარდეს პირველ რიგში და ესე იგი როგორმე სხვას დავანებოთ, მოხრეშვა ხო შეიძლება.